ხვალ ყურბან ბაირამია, მუსულმანების რელიგიური დღესასწაული და ხვალ, როცა მთავრობა სამსახურში წავა, თითქოს მოქალაქე მუსლიმების სამსახურში და მისალოცად მეჩეთებში მივა, მუსლიმმრევლი სამსახურებრივ შატალოზე იქნება, რადგან ყველაზე დიდი რელიგიური დღესასწაული საქართველოში მცხოვრები მუსლიმებისთვის უქმე ჯერ ისევ არ არის. და როცა სეკულარულ სახელმწიფოში უქმეებიც არათანასწორია, ეს აღარ არის უბრალო ბიუროკრატიის საკითხი, არამედ ფაქტობრივი მოცემულობა, რომ მრავალფეროვანი და ეგრეთ წოდებული უმცირესობების საქართველო ჯერ ისევ ჩარჩოებშია და ხმაწართმეული. თუმცა ამავე დროს ყველაზე ხმამაღალი, რომ სახელმწიფო თავის მოქალაქეებს არ ემჩნევს. ბაირამ მუბარეკ olsun მუსლიმო მაყურებლებო. საქართველოში ეს პროცესი რბილ ძალას, რასაც ეძახიან თურქულ რბილ ძალას, უკვე დიდი ხანია დაწყებულია და ამაში მხოლოდ თურქულ სერიალებს არ გულისხმობ. გულისხმობ პირველ რიგში აჭარის მაუწყებელს, რომელიც არის სახელმწიფო ტელევიზია. საზოგადო მაუწყებელი. იმდენად უნამოსოები არიან, რომ ჩვენივე ბიუჯეტით ვაფინანსებთ, გაჩვეულებრივი ანკარა ნიუსი უნდა იყოს. პირდაპირ მიდის პრო-თურქული პროპაგანდა. პირდაპირ პრო-თურქული პროპაგანდა არ მოვერიდები ამ ნაცები იყვნენ ვიცოდი და ეს არის. ვაფინანსებთ ჩვენივე ბიუჯეტით. აჭარის სახელმწიფო ტელევიზია გადაქცეული არის პირდაპირ აი ანკარას ნიუსად. თავიდან ბოლომდე და ესეთი ტიპის საკითხებს ჩვენ სამწუხაროდ ურემი რომ გადაბრუნდება ხოლმე, მე ვხედავთ, მე ვაქცევთ ყურადღებას.